საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში დასაქმების საკითხი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილების ნაკლებობა სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის, რის გამოც ადამიანები სოფლების დატოვებასა და ქალაქებში ან უცხოეთში გადანაცვლებას არჩევენ. მათი თქმით, პერსპექტივა ადგილზე არ ჩანს. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ პერსპექტივის შექმნა პირველ რიგში პირად ძალისხმევაზეა დამოკიდებული. Ამ პერიოდში ცოტა რთულია საკუთარი თავის რეალიზება, განსაკუთრებით სოფელში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმაც განსაკუთრებით უნდა თავად იზრუნონ საკუთარი თავის დასაქმებას, თავად უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. ცოტა რთულია იჯდე და უყურო სხვა როდის შეგიქმნეს სამუშაო ადგილს. ეს რაღაცა ჩვეული მენტალობაა და ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ იმაზე, რომ ზოგადად საბაზრო ეკონომიკის პირობებში საკუთარი სამუშაო ადგილი შენს თავს თავად უნდა შეუქმნა ან სოფლის მეურნეობაში, ან ბიზნესში, ან თუნდაც მომსახურების სფეროში, ოღონდ ნამდვილად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ. ამას სჭირდება შესაბამისი განათლებაც, პროფესიონალიზმიც, გამოცდილებაც და ამაზე უნდა იფიქროს ახალგაზრდამ და არ დაელოდოს სხვას, როდის უკარნახებს ვინმე რამეს. ვაკანსიები რამდენად არის? ყველაზე ცუდი ვითარება მგონი ზესტაფონში არის დასაქმების მხრივ. იმიტომ რომ არ არის სამუშაო ადგილები, ბევრი ეძებს, მაგრამ წლობით ეძებენ და ვერ პოულობენ. ასე რომ ზესტაფონი ძალიან წაისუსტებს დასაქმების მხრივ და ანაზღაურების მხრივათაც. ქარხანა არ მუშაობს, ფაბრიკები არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს. ერთი ის არის ფერო. ქარხნები უნდა მუშაობდეს, ფაბრიკები უნდა იყოს. და იქნება დასაქმებული ადამიანი. ცოლები ვერ მოყავს ახალგაზრდას, ვიტო ვერ მოყავს, რომ ჩენა ზელია. სამუშაო ამორჩევით არის, ხო, სადმეტი და ნაკლები, თორე სამუშაო იმდენია, სოფელი მიტოვებულია და მაგას მამაჩემი და ბაბუაჩემი თოხნიდან და ბარავდნენ და ისინი ყველაფერი მიტოვებულია და ის ურჩენია იქანა მეტი შემოსავლით და ეთოხი არ უნდა გასულ, იქანა სხვანაირად და ალბათ მე არ დავდივარ საზოგადოებრივ არ ვიცი. თორე საშრომელი ახლა საქართველოში რამდენი მიწების მეტროს რაფერ არ აქვს, მაგრამ იქანა ურჩენია. რთულია შემოგევლა, რთულია, სად არის სამუშაოები არ არის. ხო და როგორ დასაქმდებიან ახალგაზრდები? მე რო ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ იყო უფრო შესაძლებელი. ახლა ჭირს ძალიან. სტუდენტები სწავლობენ, ამთავრებენ, ადგილს ვერ პოულობენ. მოსახლეობის მეორე ნაწილი სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი ამბობენ, რომ გარკვეული ვაკანსიები რეგულარულად ცხადდება, თუმცა ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო ადგილები ხშირად ვერ ივსება. შედეგად სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი ერთმანეთს ვერ ხვდებიან ან კვალიფიკაციის, ან მოტივაციის სიმცირის გამო. არის ვაკანსიები, კი, ახლა ვისაც არ ეძარება შრომა, კი შეიძლება რომ ჩვეულებრივად ახლა კონსულტანტად მაღაზიებში მაინც იმდენი კონსულტანტები და იმას პირიქით დებენ და სულ იხვეწებიან, რომ მაგრამ რატომღაც არჩევენ, რომ საზღვარგარეთ გონიათ, რომ იქ უფრო მეტი ანაზღაურება. თუ მოინდომებს აქაც ჩვეულებრივად ყველგან იშოვი და არ არის ახლა პრობლემა, ზოგი მაღაზიაში მუშაობს, ზოგი დამლაგებლად იმუშავებს, ყველა პროფესია ძალიან საჭიროა, ყველა მასწავლებელი და ექიმი არ იქნებოდა დირექტორი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო კადრების დეფიციტია ვიდრე ვაკანსიები? ვიდრე კი, უფრო კი. ვაკანსიები არის, იმიტომ რომ ბევრი შემხედრეა გაიული, გამოიული, სულ ითხოვენ, რომ დავასაქმებ, გინდა სოციალურ ქსელში, გინდა ისე აი ყოველ მეორეს აწერია, რომ ვეძებ კონსულტანტს, ვეძებ დამხმარეს, ვეძებ მცხოვრებს, იმას, ამას გამყიდვეს და ახლა ნუ რაც მუშაობს, ახლა ამჯერად მთელი ის სავაჭრო ცენტრი გადაიქცა მთელი საქართველო, ასე რომ ვთქვათ. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ გამოწვევის სისტემურ დონეზე საუბრობენ. მათი განცხადებით, დასაქმების ბაზარი დროთა განმავლობაში იცვლება და ახლად წამოსული თაობისთვის უკვე სხვა მოთხოვნები არსებობს. მათივე შეფასებით, აუცილებელია, რომ განათლების სისტემა რეალურად ასახავდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს და პროფესიული მიმართულებები მაქსიმალურად ახლოს იყოს მოთხოვნად პროფესიებთან. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ გავხსნათ დასაქმების ცენტრები ისეთ რეგიონებში, სადაც ნაკლებია დასაქმება და წავიყვანოთ ადამიანები სამუშაოც თავისივე ქვეყანაში, როგორც ზღვისპირეთში ან ასე შემდეგ. მაგრამ
ამას ეს ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ამას რომ განათლების სფერო აგვარებდეს. ფაქტიურად ვალდებული ვართ სამი სხვადასხვა ბიზნესი გქონდეს იმისათვის რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ. დასაქმების პრობლემატიკას გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ მთლიანად რეგიონების დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს. სოფელ კინჩხაში სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი, წიფელი, მურყანი, აგრეთვე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული. შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ხონის საქმიან ეზოში. სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ორი ფაქტია გამოვლენილი. უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს შორის არის წაბლის სახეობა, რომელიც წითელი ნუსხით არის დაცული. შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები გადაგზავნილია შემდგომი რეაგირების მიზნით საგამოძიებო უწყებაში. საჩხერის სამედიცინო ცენტრი მუდმივად ცდილობს კომფორტული სერვისი შეთავაზოს პაციენტებს, სწორედ ამ მიზნით მოვაწყვეთ ახალი სივრცე ამბულატორიულ პაციენტებს ვიზიტისთვის თავაზობთ ცალკე სივრცეს, ხოლო ფლებოტომიისთვის და სისხლის აღებისთვის ცალკე სივრცეს, რაც მისცემთ მათ საშუალებას, რომ ერთ სივრცეში ორი რიგების მართვა აიცილონ თავიდან, ჩაეწერონ, ჩაწერილ დროს მოგზავნდნენ და მიიღონ მომსახურება. გარემო სრულიად შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს როგორც პერსონალისათვის, ასევე პაციენტებისათვის მაქსიმალურ კომფორტს და ეფექტურ გარემოს. სივრცე მოწყობილია ისე, რომ ვიზიტი იყოს მოსახერხებელი, მშვიდი და პროფესიონალურად ორგანიზებული. ახალი ინფრასტრუქტურა კი ამარტივებს სამუშაო პროცესს და ქმნის მშვიდ სასიამოვნო ატმოსფეროს კვლევების ჩასატარებლად. ჩვენთვის, როგორც ექიმებისათვის, პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია თითოეული პაციენტის კეთილდღეობა და სწორედ ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ გარემოს, მომსახურების და ხარისხის გაუმჯობესებაზე. მარტო კომფორტული შენობა კი არ არის, არამედ ხალხიც. აი რიგში არ ყოფილა, სწრაფად მიიღეს, ძალიან სწრაფად მომცეს ყველაფერი საბუთი და მოვედი სისხლის სასწავლებად. თითქმის ყოველ ორ კვირაში მიწევს მოსვლა და ხეთ რომ მოვედი, აქ მალე მომიწია და ძალიან კარგი მომსახურება და მე ყველანაირად კმაყოფილი ვარ. და ბათუმში, ხელვაჩაურში ვიყავით წასულები გოგონების შეჯიბზე, ავიღეთ ერთი პირველი, ერთი მეორე და ხუთი მესამე ადგილი დავიკავეთ. მე დავიკავე პირველი საპრიზო ადგილი და გახარებული ვარ ჩემი წარმატებით და შევეცდები რომ შემდეგში როცა წავალ, უფრო კარგი შედეგები დავდო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. მეორე ადგილი ავიღე, ვიჭიდავე 4 შეხვედრა და შემდეგ შეჯიბზე გამოვასწორებ და ავიღე პირველ ადგილს. ხელვაჩაურში ჩატარდა ნანი კირკიტაძის ტურნირი, გოგოებმა მივიღეთ მონაწილეობა ზესტაფონიდან, წამოვიღეთ მედლები, ერთი მეორე ადგილი, დანარჩენი მესამე ადგილები. ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ ვემზადებოდი ამ შეჯიბისთვის და მეც ველოდებოდი, დავიკავე მესამე ადგილი, მაგრამ ვეცები რომ მომავალში გამოვასწორო. ერთი წელი რაც დავდიოდი და პირველი საჯიბრი იყო ჩემი და სამი მოვიგე და ერთი წავაგე და დავიკავე მესამე ადგილი და მე მინდა რომ ბევრი ვიშრომო და დავიკავე პირველი ადგილი.